მამა ჩემი იყო ინგლისის ნაკრების ფანი. მაგრამ ვიდრე ამაზე ვისაუბრებდი, მანამდე გეტყვით, რომ 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში მე არ მახსოვს, იმხანად ივნისის თვეში არგენტინაში გაიმართა იცით მსოფლიო ჩემპიონატი და არგენტინა გახდა პირველად მსოფლიო ჩემპიონი, მარიო კემპესი, პასარელა, სხვები და სხვები, არდილესი, სხვები და სხვები და მე არ მახსოვს ის მსოფლიო ჩემპიონატი. აი 1982-სა კი ბუნდოვნად მახსოვს, ისი თქვენ რომ იტალიის ნაკრები გახდა მსოფლიო ჩემპიონი, რამდენიმე გამორჩეული მატჩი იყო იმ წელს, იმ მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანია, საფრანგეთის უდრამატულესი მატჩი, იტალია, ბრაზილიის უდრამატულესი მატჩი, როცა 3 გოლი გაიტანა პაულო როსიმ, რომელიც მანამდე იყო პატიმარი. მაგრამ ბუნდოვნად მახსოვს, ბუნდოვნად ან არც თუ კარგად უფრო ზუსტი რო ვიყო, იმიტომ რომ იმხანად ვიყავი 9 წლისა, მარტში ვარ მე დაბადებული, მარტში შემისრულდა 9 წელი, მე აპრილი, მაისი, მე ივნისი, მოკლედ 9 წლისა და 3 თვისა გახდით. 86-ის ჩემპიონატი მექსიკაში, მეხიკოში. ხო? მახსოვს გაცილებით კარგად კი არა, კარგად მახსოვს, შესაბამისად გახდით 13 წლის. და მარადონა მახსოვს, რასაკვირველია ღმერთის ხელი, მე გენიალური გოლი ინგლისის ნაკრების კარში, მანამდე ბელგიის ნაკრებთან გატანილი გოლები, მე გენიალური პასი უკვე ფინალში, რომლის შედეგადაც დაკამბექებულ გერმანიის ნაკრებს არგენტინის ნაკრებმა ბოლო გოლი გაუტანა და ასე ასწია გენიალურმა დიეგო არმანდო მარადონამ, ანუ ფეხბურთის დიდმა ეგომ, ეს შეგნებულად ვახსენებ ამას, ამ სიტყვას, ამ წინადადებას შეგნებულად წარმოვთქვამ, ფეხბურთის დიდი ეგო, იმიტომ რომ როდესაც გენიალური გაზეთი სარბიელი გამოდიოდა და როდესაც მარადონა გამოემშვიდობა ფეხბურთს 94-ში ალბათ, ხო? თუ 94-ის შემდეგ, როდესაც მან კიდევ ითამაშა, ზუსტად არ მახსოვს როდის, თუმცა შემიძლია ჩავხედო, სწორედ ასეთი სათაური გამოიტანა ჰქონდა გაზეთ სარბიელს, რომელიც იყო ყველა დროის ყველაზე კარგი სპორტული გაზეთი, მეთქი არ მიწყენენ ლელოელები, რა თქმა უნდა. მოკლედ 86 წლის შემდეგ მე არგენტინის კომაგი ვარ. და მამა ჩემი, რომელიც აქ გითხარით რომ 66 წლიდან იყო ინგლისის ნაკრების ფანი, მოვაქციე თუ სწორედ სიტყვა. მამა ჩემი აღარ არის ცოცხალი, ბოლო 25 წელია, ის 2000 წელს გარდაიცვალა. მოვაქციე და მამა ჩემი გახდა არგენტინის ნაკრების ფანი, სწორედაც 86 წლიდან და სულ მუდმივად ჰქონდა კამათი ერთ გენიალურ კაცთან, მის მეგობართან და ჩემის მის ნათლია, ფილოსოფოს ვაჟა როგავასთან, ვინც იცნობდით, შეგიძლიათ ესე წერია მიწიოთ ან დამიდასტუროთ კომენტარებში, ვაჟა როგავასთან, ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელთან, ვაჟა თავად ის აღარ არის ცოცხალი, მამა ჩემი შემდეგ გარდაიცვალა 2000-იან წლებში, წელი ზუსტად არ მახსოვს, ვაჟა იყო ქეთევან ლომთათიძის ენათმეცნიერების ინსტიტუტის საპატიო დირექტორის და მისი მეუღლის შესაბამისად გიორგი ჯვებეროგავას შვილი, თავად ფილოსოფოსი, რომელმაც საკანდიდატო დისერტაციაც კი არ დაიცვა, ბოდის ვიხდი მე უპასუხებ ჩემ მეუღლეს, რომელიც ამ ტელეფონზე მწერს. და ვაჟა როგავა კი ბოლომდე ერთ გული დარჩა ინგლისის ნაკრებისა, ნისლიანი ალბიონიო სულ ეკამათებოდა თუ ეჩხუბებოდა თუ ემსჯელებოდა მამაჩემს, რომელი უფრო დიდი გუნდი იყო, ვაჟა ვერ მოესწრო ინგლისის მეორედ გაჩემპიონებას, იცით თქვენ რომ დღემდე 66 წლის შემდეგ ინგლისი მსოფლიო ჩემპიონი, აი ინგლისი, რომელმაც დაარსა, რომელიც არის ფეხბურთის სამშობლო, მსოფლიო ჩემპიონი მეორედ ვეღარ გახდა. 66 წლიდან არ ვიცი და 82 წლის შემდეგ, 86 წლის შემდეგ ხო საინტერესო ეპოქა განვლო ფეხბურთმა, მსოფლიო ფეხბურთმა სად არ ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატები, ბოლო ჩემპიონატი იცით თქვენ რომ 2022 წელს ჩატარდა და კაცმა, რომელმაც თვით დიეგო მარადონა დაამარცხა ჩემს გულში,
ჩემს გულში რომ მარადონას დაამარცხებ, ესე იგი ზეკაცი უნდა იყო. ლეო მესიმ 2022 წელს ასწია მსოფლიო თასი. კარგია რომ ასწია, რასაკვირველია, იმიტომ რომ ლეო მესი რო ფეხბურთიდან წასულიყო მსოფლიო თასის გარეშე იქნება და არ ყოფილიყო, ვერ გამხდარიყო ისეთი დიდი ფეხბურთელი დიდთა შორის, როგორიც არის. და ის ყველაზე დიდი ფეხბურთელია ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით. არა, ბევრი იტყვის რომ პელე ყველაზე დიდიაო და ბევრი პელეს გააჯიბრებს დიეგო არმანდო მარადონას ფეხბურთის დიდეგოს. მაგრამ ჩემი პერსონალური აზრით მესიმ დაამარცხა თვით მარადონაც კი. აი ლებრონ ჯეიმსი, რომელიც უდიდესი კალათბურთელია, მაინც არ არის გოათი. ანუ მან ვერ დაამარცხა, უამრავი რეკორდი მოხსნა, ხო? მაგრამ მან ჩემს გულში ვერ დაამარცხა მაიკლ ჯორდანი. მესიმ დაამარცხა დიეგო არმანდო მარადონაც კი, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვა, თუმცა აი მამა ჩემის თაობის წარმომადგენლები ახლა თუ მიყურებენ შემომიტევენ და მეტყვიად რომ რას გველაპარაკები პელეზე, მაგარი არც არავინ ყოფილაო. თუმცა არიან სხვა ფეხბურთელების ფანებიც. ზოგი ამბობს რომ დი სტეფანო უფრო დიდი ფეხბურთელი იყო, ზოგი ამბობს რომ კრისტიანო რონალდო ყველაზე დიდი ფეხბურთელიაო, ზოგი ამბობს რომ ზინედინ ზიდანიო, ზოგი ეუსებიოზე ლაპარაკობს და ზოგი ჯორჯ ბესტზე, ხო? ვერ გეტყვით. გარინჩაზეც ლაპარაკობენ, გარინჩა სხვა შორის პელეზე პოპულარულია ბრაზილიაში, ამდენადაც ვიცი დღემდე. არა აქვს ამას მნიშვნელობა. მოგეთ ფეხბურთზე ვლაპარაკობ, ასე გგონიათ? არა, ფეხბურთზე არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ პოლიტიკაზე, გაგიკვირდებათ და 2026 წელს რომ დავიწყე უბრალოდ ისე, რომ გამესაინტერესოებინა ეს ჩემი ვიდეო ბლოგი. 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება 3 ქვეყანაში. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა. ხო და მასპინძელი იქნება ერთ წელიწადში, ივნისში თუ არ ვცდები, რომ ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ლეო მესი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა შეიძლება არც მოხდეს ასე. მოკლედ, იმ შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და ჩვენ ყველანი ჩავუსხდებით და ზოგი ალბიონს ინგლისს, ზოგი საფრანგეთს, ზოგი იტალიას, ბრაზილიის კომაგებიც ხო არიან, აი აჩიკო გულედანი არის ბრაზილიის კომაგი და რაღაც რიტუალებს ატარებს ხოლმე ჩემი მეგობარი, აჩიკო გულედანი ბრაზილიას უგულშემატკივრებს, მას დასცინებს თუ აეჭხუბება არგენტინის რომელიმე ფანი, ბრაზილია მართლაც 5 გზის ჩემპიონია, მსოფლიო ჩემპიონია, არგენტინა სულ რაღაც 3 გზის, თუმცა 3 გზის ჩემპიონობაც ხო დიდი ამბავია, გერმანიის ფანებიც არიან, სხვებიც არიან და წავა ეს კოლექტიურად თვალყურის დევნება კაფეებში, ბარებში, ოჯახებში და შესამდეგ და გადავერთვებით რასაკვირველია იმ ამბავს. დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში მიიღო აგვარია ეს კაცი, თუ არ ვცდები ინფანტინო, თუ არ ვცდები, ეს ანუ FIFA-ს პრეზიდენტი, გადავამოწმოთ ინფანტინო, ხო? ეს ბოლო ხანებია. ჟოაო აველანჯი მახსოვს და ვინ არის ინფანტინო? კითხავ ამას ჩემი ზმაკაცი როა. ვინ ChatGPT-ს ინფანტინო, თუ არ ვცდები კი არა. ნამდვილად ინფანტინოა, მაგრამ ინფანტინო არის შვეიცარიელი იურისტი და ჯანი ქვია, ჯოვანი. ფეხბურთის ადმინისტრატორი, რომელიც 2016 წლიდან არის FIFA-ს პრეზიდენტი. დაიბადა 70 წელს, ჩემზე ოდნავ უფროსია, შვეიცარიაში იტალიელი იმიგრანტების ოჯახში პროფესიით იურისტი. მოკლედ, ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო ინფანტინო ფეხბურთზე ხომ ილაპარაკა. რასაკვირველია, აბა რა უნდა ეკნა, მაგრამ მათ შორის ილაპარაკა პოლიტიკაზეც და გაგიკვირდებათ და გამოფინა, კი არა, გამოიტანა ესე კამერების წინ, ყველას აჩვენა მისი და პრეზიდენტ პუტინის ფოტო. ალასკაზე გადაღებული. არ ვიცი, ნახავ, მგონი ნახავ. ოდიში? აი, დასტოპტი დონალდ. ჩანს, მე მგონი ჩანს. ნახეთ? უკვე ვიდეო ჩაერთო. Nice picture, კარგი ფოტოაო, ხო? მართლაც კარგი ფოტოაო, ამბობს თავად. და აქ დაურთო საკუთარივე კომენტარი.
აქ ამბობს დონალდ ტრამპი, რომ პუტინი შესაძლოა 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოვიდეს, ანუ მიიწვიოს და ეს ჩემპიონატი იმართება შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაშიო. პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ პუტინის მსოფლიო დონეზე მოუხსნას ის პოლიტიკური იზოლაცია, რომელიც მას უკრაინაში დაწყებული აგრესიის გამო შეექმნა. საშინელი განცხადებაა 1, 2, 3, 5 ან 15 შეხედვით, მაგრამ მოდი სხვაგვარად შევხედოთ თქვენის ნებართვით ამ საკითხს და სხვა რაკურსით დავინახოთ და ვიკითხოთ ასე. ტრამპი სიტყვის კაცია? ბევრი თქვენგანი მეტყვის, რომ სიტყვის კაციაო. მეც გეთანხმებით, ტრამპი სიტყვის კაცია. თუ პუტინი დაპატიჟებული იქნება შეერთებულ შტატებში, შესაბამისად მას მოეხსნება ის იზოლაცია, რომელშიც ის მოცემულ ეტაპზე იმყოფება, მაგრამ კითხვა დავსვათ ამგვარად, თქვენის ნებართვით სხვა რაკურსი სწორედ ეს არის. რა შემთხვევაში მოეხსნება პუტინს საერთაშორისო იზოლაცია? ანუ რა შემთხვევაში ჩავა ის შეერთებულ შტატებში, როგორც სტუმარი და რა შემთხვევაში დაესწრება ის იმ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 2026-ში გაიმართება შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში. შეერთებულ შტატებს რა შემთხვევაში, ოღონდ არა ალასკას მაინც და მაინც, არამედ თქვათ ნიუ-იორკს, შიკაგოს, ლოს-ანჯელეს, ვაშინგტონს, დალას, არ ვიცი, სხვა მნიშვნელოვან შტატებსა თუ ქალაქებს. აქ ტრამპი უკვე საკუთარ თავს გავს. ის ამბობს, რომ პუტინს საერთაშორისო იზოლაცია მოეხსნება იმ შემთხვევაში თუ და ყურადღებით მომისმინეთ. რამდენ დროს მისცემთ? ჟურნალისტი ეკითხება ტრამპს. რამდენ დროს მისცემთ პუტინს? და კიდე შემეშალა ტრამპი, რომელიც ხშირად ამბობს, რომ აი 2 კვირას ვაძლევს, 3 კვირას ამბობს ვაძლევ, მე სანქციებს დავაწესებ და ასე შემდეგ, ტრამპი პასუხობს კიდევ ერთხელ აღმაშფოთებელ ბჭყალებში, აღმაშფოთებელ პასუხს ცემს 2 კვირას. შეიძლება პუტინი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ში მოვიწვიო. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები. სწორედ ამ კარგი არ ვიტყვი თუ გნებავთ 2 კვირაში, მეთქი სწორედ ამ პროცესში, ამ პერიოდში 26-მდე კი არა, აი უახლოეს პერიოდში. ნახავ ვისი ბრალი იქნება, თუ შეთანხმება ვერ შედგა, მე ვიცი რას გავაკეთებ. ამბობს ამას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელსაც ერთი სული აქვს მართლა მიზეზთა გამო და ნუ ხარ ჩამომასახელებინებთ ახლა ამ მიზეზებს, რომ ომი უკრაინაში, სისხლისღვრა უკრაინაში დასრულდეს და დასრულდეს არა პუტინის პირობებით. პუტინი უნდა დამარცხდეს, რასაკვირველია, კონცეპტუალურად უნდა დამარცხდეს, უნდა აღიაროს პუტინმა და აი დამარცხებულ პუტინს კი ჩაიყვადნენ. ისის თუ შეასრულა პუტინმა, კი არა ტრამპმა საკუთარი პირობა, მე გულახდილად გეტყვით, რომ ეს მგონია, რომ ხაფანგში მიმწყდება, გინდა შენ დეიზოლაცია? გინდა რომ დალასსა თუ ლოს-ანჯელესში ეწდებოდე რამე მატჩს? გინდა რომ ჩემთან ერთად იყო ტრიბუნაზე წარმოდგენილი? გინდა რომ რუსეთის დეიზოლაცია მოხდეს, დაიწყოს აღებმიცემობა, ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს, რაღაცა ერთობლივად ვიშოვოთ ფული ქვეყნებმა? იშოვოდნენ და ერთობლივად გამდიდრდნენ, შენი საბადოები გამოვიყენო, ევროპამაც მოგიხსნას სანქციები, ჩრდილოდერეფანიც ამუშავდეს, შენი ნავთობი ჩაიტარო და ასე შემდეგ, მაგრამ შენ ამ შემთხვევაში უნდა იყო ადეკვატური. ეს თუ გინდა და თუ არ გინდა, 2 კვირას ვაძლევ მე პრეზიდენტ პუტინს და მერე ვნახავთ რაც იქნება. ამას ამბობს პრეზიდენტი ტრამპი. დონალდ ტრამპი ასევე აქვეყნებს, ხო, ეს გითხარით, ტრამპი. შემდეგი ციტატა. ოღონდ არა ინფანტინოსთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადება. ვნახავ, შეძლებენ თუ არა პუტინი და ზელენსკი თანამშრომლობას, ისინი ერთმანეთს კარგად ვერ ეგუებიან, ვერ იტანენო და ახლობით ამას ამბობს აშკარა მიზეზების გამო. მაგრამ ვნახავთ ყველაფერს. მაგრამ პოლიტიკო აქვეყნებს თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებაზე, მაღალჩინოსანზე დაყრდობით, აქვეყნებს ამგვარ ანალიზს,
რომ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინის ომის დასასრულებლად მოუწევს ისეთი შეთანხმების მიღება, რომელიც იქნება ძირითადად რუსეთის პირობებზე იქნება მორგებული, რაშიც მე არ ვეთანხმები კი არა, მე ეს არ მჯერა. პირიქით, მე მგონია, რომ როგორც კი პუტინი იტყვის და პუტინი აქამდე მიდის, რომ თავადაც თქვას უარი ზელენსკისთან შეხვედრაზე, როგორც კი პუტინი ღიად ან პუტინის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ და საბოლოოდ იტყვიან უარს ზელენსკისთან შეხვედრაზე, ანუ როგორც კი ტრამპი მიხვდება იმას, რომ რუსეთი ამ თამაშიდან არ გადის, ამ საომარი თამაშიდან, ამ სცენიდან არ იყენებს იმ შესაძლებლობას შანსს, რომელსაც აძლევს პრეზიდენტი ტრამპი პირველ ყოვლისა პუტინს და საერთოდ რუსეთს, ამ შემთხვევაში ორ კვირაში იქნება თუ სამ კვირაში იქნება ერთ სიტყვას ვიტყვი კიდე. აქ სადღაც არის და ჩავხედავთ კვირის ნებართვით. ვნახავთ, დავაწესებთ თუ არა მასშტაბურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ საერთოდ არაფერს გავაკეთებთ. ოღონდ სანქციებზე კი აღარ არის ჩემი აზრით საუბარი. სანქციები ერთი წნეხია რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებელი, სადამდეც მიდის ჩემი აზრით ტრამპი. მაგრამ სანქციები არის ერთ-ერთი ტაქტიკური ნაბიჯი, უფრო კარგად რომ ჩამოვაყალიბო. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ტრამპი, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდება, რომ პუტინი სულაც არ არის თანახმა მშვიდობაზე, არც დროებითზე და არც სამუდამოზე, მოკლედ არ იღებს რუსეთი არ იღებს ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებებს, ტრამპი ჩემი აზრით იწყებს ლეტალური შორსმსროლელი იარაღის არაპირდაპირ თუ პირდაპირ მიწოდებას უკრაინისათვის. აი ეს შანსი უნდა გამოიყენო, ეს 2-3 კვირა ვლადიმერ. ერთი თვე მაქსიმუმ, ოკეი, კიდე 2 კვირით გაგიხანგძლივე პროლონგაციას გავაკეთებ კიდე 2 კვირით, ოკეი, მაგრამ სიგნალები მოსკოვიდან უნდა მოდიოდეს, რომ თქვენ თანახმა ხართ ომი დაასრულოთ. თუ თანახმა ხართ რომ ომი დაასრულოთ, დროებით დაგიტოვებთ, დროებით ოკუპირებულად ვაღიარებთ ყირიმს, მაგრამ შენ გააკონტროლებ. შეიძლება დროებით ოკუპირებულად ვაღიარო დონბასი, მისი 70% შენ გააკონტროლებ, აბა ხო არ ვაღიარებ ეხლა მართლა ყირიმს შენს ნაწილად, ხო არ დავიწყებ 1975 ჰელსინკის აქტის ცვლილებებს, რევიზიას. ხომ არ ვიტყვი, რომ თუ ძალა აქვს ვინმეს, მას შეუძლია სხვა რომელიმე პატარა ქვეყნის, შედარებით პატარა ქვეყნის ტერიტორიების შემოერთება ძალით. ეს ხო პანდორას ყუთი იქნება სამხრეთ ამერიკაში მინიმუმ 3-4 კონფლიქტი გააჩნდება ჩინეთზე და ტაივანზე, რომ აღარაფერი თქვა და ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეაზე და აფრიკაში კიდე 1-3-4 კონფლიქტია ამ შემთხვევაში ხელის გულზე. ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს საფუძველს დაუდევს კატასტროფას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც უბრალოდ ვერ მოვერევით. ამიტომ de facto იყოს ყირიმის შენი ვარიანტით. პირველი დასავლეთ გერმანია, აღმოსავლეთ გერმანია. მეორე ვარიანტი ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ კორეა, სადაც სამხრეთ კორეაში იცით თქვენ რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებია და დავიშალოთ და დაგპატიჟებ და იქნები ჩვენთან ერთად, შეიძლება დიდ რვიანშიც კი დაგაბრუნო, დავკერავ ევროპელ ლიდერებს, მაგრამ შენ უნდა იყო ადეკვატური. გულახდილად გეტყვით, მე სტრატეგია ბოლომდე არ მესმის სტრატეგიას, როდესაც რომ მესმის, მაგრამ მე როგორც მაქსიმალისტს არ მომწონს, ასე ვიტყვი, მე მგონია რომ პუტინი მისაკლავია, ჩასაჭყლეტია. მე მგონია რომ პუტინი როგორც საერთაშორისო დამნაშავე აბსოლუტურად საიზოლაციოა და პუტინი დასამარცხებელია და არანაირი დროებით თუ სამუდამო ზავი არ უნდა გაფორმდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის. დასავლეთ ლიდერებსა და პუტინს შორის. მე ესე მეგონა და მგონია, ამიტომ მე პერსონალურად ამ სტრატეგიას ბოლომდე არ ვიზიარებ, შეიძლება არასწორი სიტყვაა, მაგრამ არ ვემხრობი. მაგრამ მეორე მხრივ ჩემზე ბევრად მეტი იცის რასაკვირველია შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, სხვა შორის ლუკაშენკო, რომელიც ბაჭკაა, ხო? მან მისცა ინტერვიუ საკუთარივე ჟურნალისტებს, რომელშიც ლუკაშენკო, რომელიც რასაკვირველია საქები და არანაირად გასამართლებელი და არ არის და საერთოდ უარყოფითი პერსონაჟია, რასაკვირველია, პატრიოტია ბელარუსისა, თავისებური გაგებით, ესე ვილაპრე ბაჭკური გაგებით, ხო? ლუკაშენკომ კომენტარი გააკეთა თემაზე ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკაზე.
და იქ კითხეს რომ აი პუტინმა დაჩაგრა ტრამპიო ან ტრამპმა დაჩაგრა პუტინიო სისულელეაო პასუხობს არავინ არ დაუჩაგრავს დაანებეთ ამ შეთქმულების თეორიებს თავიო არავინ არ დაუჩაგრავს და იქ ამბობს ერთ საინტერესო ფრაზას რომელიც ჩემი აზრით სიგიჟეა სხვა თვალსაზრისით მაგრამ ამ ფრაზას თუ ამ აზრს არსებობის უფლება აქვს ორი ისეთი ბირთვული სახელმწიფოა რომ ამათმა რომ საკუთარი ბირთვული კობინები იარაღი გამოიყენონ მთელი მსოფლიო აფეთქდება და საქართველო კი არა საქართველოც პლანეტა ორბიტიდან არა ხო მოწყდება ორბიტას და საერთოდ დაცურდება კოსმოსის სივრცეებშიო ამას ამბობს დაახლოებით ლუკაშენკო და რაღაცა სიმართლე ამ ყველაფერში არის არავინ იცის საბოლოო ჯამში ის შლეგი პუტინი დამჭერია თუ არა ამ თვალსაზრისით გამჭერია თუ რა წითელ ღილაკზე საკუთარი ცერათით ისა ამ თვალსაზრისით ის მას ცოტა უფრო მეტად ცუდი სიტყვა შეიძლება მაგრამ ფრთხილად უნდა მოეპყრო ვიდრე გიტლერს რომელსაც ეს ბირთვული იარაღი არ ჰქონდა თუმცა ჩემი პერსონალური აზრით ის რასაკვირველია პუტლერია ანუ თანამედროვე გიტლერია და დამნაშავეა ვეთანხმები თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე პუტინის შესაძლო მიწვევას არ ვეთანხმები მაგრამ ტრამპმა მისცა კიდევ ერთი შანსი ახლა ასე ვიტყვი კიდევ ერთი შანსი პუტინს და თუ ის გამოიყენებს ბოლო შანსია მეთქი ასე ვიტყვი ასე ვიმედოვნებ თუ ის გამოიყენებს ხო კარგი ოღონდ ჩემი აზრით 26 წელს პუტინი რომც გამოიყენოს არავითარ მსოფლიო ჩემპიონატზე არ თუ ვერ მოხდება ანუ არ მიიპატიჟებენ იმიტომ რომ პუტინმა იმისთვის რომ მოხდეს მსოფლიო ლიდერებთან არა მარტო ტრამპთან არამედ ტრამპის გვერდზე რო იქნება ასე მაგალითად მაკრონი ან სტარმერი ან სხვები და სხვები პუტინმა ერთი ან ორი კი არა პუტინმა ყველაფერი უნდა დათმოს და დათმობს კი ახლა მე გეტყვით რომ ვერ დათმობს იმიტომ რომ მას მიბჯენილი შუბლზე მიბჯენილი ლულისა ეშინია იმიტომ კი არა რომ რომელიმე მის თანაგულდელს ფსბ-ს გრუს თანამშრომლებს გენდერლებს პოლკოვნიკებს თუ პოლიტიკოსებს იარაღი აქვთ გადატანილი და აპირებენ მის დახვრეტას არა ასე პირდაპირ ნუ წაიკითხავთ მაგრამ რასაკვირველია ბევრი რუსეთში ბევრი ამბობს კი არა ფიქრობს შემდეგს თუ პუტინი გამოვა ამ თამაშიდან და ჩვენ არ მოგცემს ბიუჯეტის გამოხრის შესაძლებლობას ჩვენ არ მოგცემს ბიუჯეტის გამოხრის შესაძლებლობის გარდა გამდიდრების შესაძლებლობას და მე უკლებლივ ყველაფერს ჩვენ დაგვაბრალებს და ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია თუ რუსეთი დაასრულებს ამ ომს რომ შეეტენოს ყოველ მეორე გენერალს და ყოველ მეხუთე პოლკოვნიკს ყოველ პირველ გენერალს და ყოველ მეშვიდე პოლკოვნიკს ეს ომი ხო ან პოლიტიკოს ან რა ვიცი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებს და ასე შემდეგ თავდაცვის უწყების ფსბ-ს ყველას შეეტენოს პუტინის გარდა ეს ომი და ამ ომში მარცხი და ამგვარი დასასრული პუტინი ყველაფერს გააკეთებს სამისოთ თუ ეს ასეა მაშინ პუტინი რასაკვირველია ომს ვერ ასრულებს განამარტო არამედ ვერ ასრულებს იმიტომ რომ ბრახდა სასხრეც გამოჰკრავს რომელიმე მასზე არანაკლებ შლეგი გენერალ-მაიორი თუ გენერალ-პოლკოვნიკი პირობითი გვარით ივანოვი პეტროვი და დაბრიდავს ასე გეტყვით დაბრიდავს იმიტომ რომ უფსკრულში ჩეხავს და უკვე გადაჩეხა პუტინმა რუსეთიც საკუთარი თავის და ის ხსენებული რომელიმე გენერალ-პოლკოვნიკი ივანოვი თუ პეტროვი ტრამპმა ეს ჩემი აზრით შესანიშნავად იცის ტრამპს მიხავს სუიციდიალურ გადაწყვეტილებამდე პუტინი დაბრედბამდე რომელიმე ივანოვმა რო გამოჰკრას ჩახმახს თითი და მესამე შეიძლება მიხავს იქამდე რომ მიაწოდებს ტრამპი უკრაინას ლეტალურ იმგვარ იარაღს რომლის შედეგადაც თავდასხმა დაიწყება ის რაც არ გააკეთა მძინარე ჯომ თუ ბებერმა ჯომ როგორც თავად ტრამპი ამბობს გუნდი მარტო თავის თავს კი არ უნდა იცავდეს ის გამარჯვება თუ უნდა ის თავდასხმაზეც უნდა გადადიოდეს ფეხბურთთან ერთგვარი ილუზია თუ ალუზია უფრო ზუსტი რომ ვიყო მაშინ ასე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება ვის კომაგობთ თქვენ საქართველოს ნაკრები რომ იყოს მსოფლიო ჩემპიონატზე რასაკვირველია ჩვენ ვიქნებოდით საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები მაგრამ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ კარგა ხანი ვერ მოხვდება მეთქი ასე ვიტყვი
იმიტომ კი არა რომ ჩვენ ნიჭიერი ფეხბურთელები გვაკლია. ან იმიტომ კი არა რომ ცუდი მწვრთნელი გყავს, მწვრთნელი გყავს არა. სულისკვეთებას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. ჩვენ დამარცხების გზაზე მდგომი ქვეყანა ვართ. დამარცხების გზაზე მდგომი ქვეყანაში, რაც არ უნდა კვარაცხელიან, მიშა მესხიან, დათო ყიფიანი, ან ვიტალი დარასელი, ან ბორის პაიჭაძე, ან ბასა ღოღობერიძე, რამას შენგელია თუ ვავა გუცაევი თუ შოთიკო არველაძე გყავდეს, რაღაცნაირად არ გამოდის იცი აი სოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. კი ევროპაზე გავედით, ეს იყო გაბწყინება, გავედით შემდეგ ეტაპზეც, ეს იყო გაბწყინებაზე მეტი, მაგრამ იმხანად რაღაც მაჟორული განწყობა იყო მთელს ქვეყანაში და ბიზინა ივანიშვილი ხო აჟამებს, ჩაჟამულია ყველაფერი ხო, განაცრისფერებულია და განაცრისფერებულ ქვეყანაში არათუ ფეხბურთელები, არამედ მომიტევორ მათ და მასზე წარმატებული რაგბისტები არ თქვათ ხოლმე მორაგბეები. კი დიდ წარმატებას ვერ აღწევენ მე ერთსაც ვქომაგობ და მეორეს, მაგრამ როცა ყობახიძე რუსი გიკრავს სტაჟს, როცა ყობახიძესთან ერთად არის პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილი და როცა ეს ყველაფერი რაღაც პარტიულ კონიუნქტურას ექვემდებარება თუ ემსახურება, როცა ხვდები რომ ტელეკომპანია იმედზე გამოქვეყნებული იქნება კარდი დაახლოებით ამ შინაარსის რომ არა ყობახიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ვერც ვერაფერს გახდებოდა კონცეპტუალურად ამ შინაარსს გულისხმობ, თორე ამ სიტყვებს ალბათ არ ჩაწერენ ისიც ალბათ, ხო ბუნებრივია რომ შენი წარმატებულობის დინამიკა ზემოდან ქვემოთ არის, მარცხ ხდები კონცეპტუალურად, თორე ყველა ფეხბურთელს უკლებლი, ყველა ფეხბურთელს მამარდაშვილიდან დაწყებული, მიქაუტაძით დამთავრებული, კვარაცხელიას, ბუდუს, სხვებს და რასაკვირველია, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და მადლობაც უნდა გადავუხადოთ. დიახ, როდესაც კალათბურთის მაგალითს ავიღებ, როდესაც ღირსების ორდენით რასაკვირველია დასაჯილდოებლებს, მაგრამ ვინ აჯილდოებს, ამასაც ხო უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. როცა არის ესეთი სქიზმა, შეიძლება მთლად ზუსტი სიტყვა არ არის, მაგრამ ესეთი განსხვავებულობა, რომ ერთი კალათბურთელი უარს ამბობს ღირსების თუ რაღაც სხვა ორდენზე, აღარ მახსოვს გიორგი ცინცაძის მაგალითს ვიხსენებ უბრალოდ ასე, ხო? რაღაცა არ გამოდის იმ კალათბურთშიც, რაღაცა პეწი, რაღაცა სხივი, რაღაცა ვარსკვლავი აკლია და როდესაც ფეხბურთის წარმატებულობას მიიწერს ვინმე კახი კალაძე, ბუნებრივია რომ შენი საფეხბურთო ნაკრები აი გასახდელში რო ჩადის, კახი კალაძე რატო ჩადიხარ? იმიტომ დედაქალაქის მერი ხარ? თუ შენზე ნაკლები ფეხბურთი უთამაშია სხვებს რომლებსაც ახლა მე არ დავასახელებ. დედაქალაქის მერი ხარ და ამ პრივილეგიით სარგებლობ, საბოლოო ჯამში ვინახარ აქვე, ერთ ამბავს გავიხსენებს კახი კალაძემ დღეს ხვებოდი, კახი კალაძემ იცით თქვენ ჩამოიყვანა მილანის ვეტერანები და საქართველოს ნაკრების ვეტერანებს გააჯიბრა არ ვიცი 8 თვის წინ, 10 თვის წინ, 12 თვის წინ არ მახსოვს, ისიც კი არ მახსოვს, სად შედგა ეს მატჩი თბილისსა თუ ბათუმში და თუ გახსოვთ იყო თუ არა მილანის შემადგენლობაში, ვეტერანთა შემადგენლობაში, აი სადაც იყო ზედორფი და რონალდინიო, იყო თუ არა კაფუც იყო და სხვები იყო თუ არა ანდრეი შევჩენკო, კახი კალაძის ძმაკაციც ბადნაფიცი მეთქი, ასე ვიტყვი. ის შევჩენკო, რომელმაც ვალერი ვასილევიჩ ლაბანოვსკისთან წაიყვანა კახი კალაძე. მე გეკითხებით, იყო თუ არ იყო? არ იყო, არა და შევჩენკო უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია და მაშ რატომ არ გაუგზავნა კალაძემ წერილი მოსაწვევი ანდრეი შევჩენკოს მის ძმაკაც, ვისთან ერთადაც კიევის დინამოც გამოიარა და მილანიც მიარმოიარა, გამარჯვებებსაც მიაღწია და მარცხებიც იწვნია, ერთადაც იტირა და ერთადაც გაეხარდა. რატომ არ მიიწვია მეთქი და მე გეტყვით, იმიტომ რომ ის უკრაინელია, ის შევჩენკო უკრაინელია და უკრაინისთვის იბრძვის, ხოლო კალაძე ქართველი არ არის ბატონებო, კალაძე რუსია. აი ნახეთ საიდან სად გადმოვხდი, მაგრამ ასეა. სათაურში არც ვიცი რა უნდა გამოვიტანო, მაგრამ ასეა. კალაძე რუსია, ქართულგვარიანი რუსი, სხვათა შორის მე არაბუნდოვნად ასე ვიტყვი. არამედ მეტნაკლებად ზუსტად ვიცი იმ დროინდელი მოლაპარაკებების არასწორი სიტყვა, იმ დროინდელი ამბების, აი 10-12 თვის წინანდელი ამბების გარკვეული დეტალები
გავბედავ და ვიტყვი რაღაც დონეზე მეც ვიყავი პროცესში, ჩართული არა პროცესში, აი ყველა სიტყვას ვწონი და ვზომავ. იცით რა უთქვავს ანდრეი შევჩენკოს, რა თქვა ანდრეი შევჩენკომ, რუსულად ვიტყვი და მე ქართულად თარგმნი. იაგრით მე აღარა ვარ მილანის ვარსკვლავი, მე რატომ არ მომიწვია ამ კაცმა ფეხბურთელმა, რომელსაც მე ვუპატრონე და კალაძემ არ მიიწვია. კალაძეზე ხო არ არის ეს ვიდეო ბლოგი. არც არგენტინის ნაკრებზია, რომელიც მე მიყვარს. მესიზეც არ არის, რომელიც მარადონაზე მეტ ფეხბურთელად მიმაჩნია. არც მაიკლ ჯორდანზეა, რომელიც ყველა დროის ყველაზე დიდი კალათბურთელია, ჩემთვის ლებრონ ჯეიმსმაც რომ ვერ დაამხო. ეს უბრალოდ იმისთვის რომ შემოვალამაზოთ ეს ჩემი ვიდეო ბლოგი და ვისაუბროთ თავარზე. თავარი კი არის ის, რომ პუტინს აძლევენ შანსს და წინასწარ იციან, რომ პუტინი ამ შანსს არ გამოიყენებს. პუტინს გადაუგდეს კიდევ ერთი ანკესი და პუტინი იციან, რომ ამ ანკესს არ წამოეგება, ოღონდ მით უარესი მისთვის, რომ არ წამოეგება. პუტინი უმძიმეს მდგომარეობაში უნდა ჩააგდონ ჩვენ ყველაფერი შემოგთავაზეთ, მათ შორის წარმოიდგინეთ 2026 წელს ნიუ-იორკში ჩემთან ერთად ტრიბუნაზე ჯდომაც კი და არ ვიცი ფინალზე დასწრებაც. შემოგთავაზე ვლადიმირ არ მიიღე, ახლა მიყურე. მე ასე ვკითხულობ ტრამპის იმ განცხადებას, რომელსაც ბევრი ქართველი ექსპერტი თუ ექსპერტად წოდებული, ჟურნალისტი თუ ჟურნალისტად წოდებული, ცოტა სხვა ინტერპრეტაციას მისცემს. მიეცით, დემოკრატიული სამყაროა, დემოკრატიული საზოგადოებაა და არა სახელმწიფო, იმიტომ რომ ბიზნა ივანიშვილმა მოკლა დემოკრატიაც. ჩვენში Facebook-ი ყოველ შემთხვევაში არსებობს, რაც გინდათ ისქენით. მე ვკითხულობ ასე, კიდევ ერთხელ თავაზობ კოორდინაციას კი არა, კოოპერაციას. მაგრამ წინასწარ ვიცი, რომ შენ არაფერს არ დათმობ და შესაბამისად 2-3 კვირაში ნახავ რაც მოგივა. 2-3 კვირაში დაიწყება დიდი ამბები. ჩვენ დიდი ამბების მომსწრენი გავხდებით. ეს ერთი დღით ადრე აქვს დათქვამი პრეზიდენტ ტრამპს. პუტინმა რომც მიიღოს წინადადება, მაინც დიდი ამბები იქნება. ეგ რა მაგის პასუხია. ნახვამდის.